ზამთრის ზღაპარი. მაღალი, სევდიანი მთის ძირას დაბურული ტყე იყო. ტყეში შვლები და ირმები დანავარდებდნენ. ტყის პირას კი ხის პატარა სახლი იდგა და შიგ კაცი და დედაკაცი ცხოვრობდნენ. კაცს თევდორე ერქვა. დედაკაცს ეფემია. ორივე ღრმად მოხუცი იყო. თევდორეს 3 კბილიღა შერჩენოდა წინ. ეფემიას 2 გააკეთებდნენ თუჯის შავ ქვაბში ფაფასან ლობიოს შეჭამანს. მიუჯდებოდა ერთი აქედან, მეორე იქედან. გადმოიღებდნენ თიხის ჯამებზე, მოიმარჯვებდნენ ბზის კოვზებს და იცმუცნებოდნენ ბებრულად. სხვა ყველაფერს, რასაც კი თვალმახარას და გემრიელს იშოვიდნენ, შვილიშვილებს უნახავდნენ. შვილიშვილი კი 2 ყავდათ. ისინი დედასთან ერთად ჩვენს ლამას საყვარელ თბილისში ცხოვრობდნენ. როდესაც გუგულები და მოლაღურები მოფრინდებოდნენ, როცა ბალი შეწითლდებოდა და მინდვრებს მარწყვის სურნელება მოეფინებოდა, სოფლის ფოსტალიონი, კაფანდარას საბა, ღელეზე გადებულ ფიცრის ხიდზე ხელებგაშლილი გადმოვიდოდა. აღმარც ქაქანით ამოირბენდა და ჩვენს მოხუცებს ცისფერ კონვერტში ჩადებულ წერილს მოუტანდა. წერილში ეწერა, რომ მათ შვილიშვილებს, დარეჯანსა და ავთანდილს, ისინი პაპა და ბებია ძალიან უყვარდათ. სწავლით სულ ხუთიანებზე სწავლობდნენ. უკვე არ დადეგები დასწყებოდათ და მომავალ კვირას ჩამოსვლას აპირებდნენ. გაიხარე ჩვენი გახარებისთვისა. ეს წუთი იყო და ტყის პირა სახლი თითქოს თვალებს იფშნეტდა და იღვიძებდა. ეფემია, რომელიც ჩვეულებრივ 4-ად იყო მოკუზული, წელში სწორდებოდა და მზეს უღიმოდა. გაიგე, ჩემი კუდრაჭა დარეჯანი და ავთანდილი უნდა ჩამოვიდნენ. თევდორე პაპას ნაბიჯი უმაგრდებოდა და წვერულ ვაშზე ნათელი ადგებოდა. ღორს ღიჭი ემატებოდა, ქათმებს საკენკი, ფანჯრებს შუქი და ეზოს სისუფთავე. მოხუცებმა იცოდნენ, რომ მათი დარეჯანი და ავთანდილი იმ მწვანე მატარებელს უნდა ჩამოეყვანა, ქვემოთ მდინარე საყოლებაზე რომ გაივლიდა ხოლმე და კვამლის თეთრ ნაფლეთებს გადააპენტავდა ლურჯად აბოლქვილ ვერხვებსა და მუხებს. დაი როგორც კი იდროებდნენ, თევდორე პაპა მხარზე აბგას გადაიკიდებდა. შინდის გრძელ ჯოხს დაიჭერდა და თეთრად მოელვარე სადგურისკენ გასწევდა. ეფემია ბებია კი იჯდა და გზას გაჰყურებდა. პირველ დღეს არაფერი, მეორე დღესაც არაფერი და თუ მესამე დღესაც მარტო დაბრუნდებოდა თევდორე პაპა, ტყის პირას სახლი კვლავ ჩამოიღუშებოდა. ღორი ჭყიოდა, ქათმები კრიახობდნენ, წიწილები წივწივებდნენ. ეზოში ნიავი ერთმანეთში ურევდა ჩალასა და ბუმბულებს. და შეჭამანდიც თუჯის შავ ქვაბში გაკეთებული და უკვე მაგიდაზე შემოდგმული შეჭამანდიც ხშირად ხელუხლებელი ცივდებოდა. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ასე ცოტა ხანს გრძელდებოდა. მწვანე მატარებელს ერთ დღეს ჩვენი მოხუცების შვილიშვილებიც მოჰყავდა. ყივილით აფრთხილებდა თევდორე პაპას, აბა ჩამიბარებია და თქვენ იცით როგორ მოუვლითო, და იწყებოდა ლამაზი ხიარული დღეები. კუდრაჭა დარეჯანი ბებიას ეხმარებოდა, გვიდა, სახს ალაგებდა, ქათმებს საკენკს უყრიდა, თან სულ ცეკვავდა და მღეროდა. ავთანდილი თევდორე პაპას დასდევდა. ტყეში წავიდო და ტყეში მიხვდებოდა. მინდორში წავიდო და მინდორში ახლდა. მასთან ერთად შრომობდა, ოფს ღვრიდა და თან წავდა უწუნე კითხებოდა. როგორ იყო პაპა? ვაკე ტყეში დათვი რო შეგხვდა? როგორ იყო ირემი რო სიკვდილს გადაარჩინე? როგორ იყო აღზევანს რო წახვედით? და თევდორე პაპაც, ეს ბევრის მნახველი და კარგი მოქართული კაცი, დიდი ამბით დაიწყებდა. შვილო, ეგ ძელი ამბავია. ეგ თუ არ დავსხედით, ისი არ ითქმის. დააჯდებოდა და ყოველ სიტყვას ანეულის გუთანივით გაასჭიმავდა, გააგრძელებდა. ისე გამოდიოდა თითქოს იმას, რომ დათვი ენახა, იმისთანაც დავს დედამიწის ზურგზე სხვა ვეღარ ნახავდა. თითქოს აღზევანი სომხეთში კი არა, სადღაც ავსტრალიაში თუ იაპონიაში ყოფილიყოს. ავთანდილი პირდაღებული უსმენდა, მაგრამ ხანდახან ასეც მომხდარა, როცა ვთქვათ საღამოობით
ლობიოს არჩევდნენ დერეფანში, ავთანდილს მისცინებია. თევდორე პაპა კი ყვება და ყვება. აქ ეს შეგვხვდა, იქ ისო და ბოლოს ამასაც დაურთავდა. მაშ ეგრე იყო ჩემო ბიჭო. ეს დღეები ყველას უყვარდა, პაპა ბებიასაც და შვილიშვილებსაც. მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ეს ზაფხულში ხდებოდა ხოლმე. ის ამბავი კი ახლა რომ უნდა გიამბოთ, ზამთარში მოხდა. მაშინ დიდი თოვლი იდო, სევდიან მთას შავი ღრუბელი მოხვეოდა, ტყისპირა სახლიდან კვამლი ადიოდა მაღლა, სწორად და ისე მოჩანდა შორიდან, თითქოს ციდან მსხვილი საბელით ჩამოუკიდიათო. თედორე პაპას და ეფემია ბებიას მეზობლებთან გადასვლაც კი უჭირდათ. ისხდნენ თელ დღეს ღუმელთან, უფიცხებდნენ ხელებს და ფიქრობდნენ თავთავიანთთვის, ფიქრობდნენ ხმამაღლა. როგორი იყო დარეჯანი სულ პატარა და როგორი იქნება, როცა გასათხოვარი გახდება. რა გააკეთა ავთანდილმა შარშან თუ შარშან წინ და რას გააკეთებს, როცა უმაღლესაც დაამთავრებსო. ხანდახან წაკინკლავდებოდნენ. რად გადახრუდი დედაკაცო, უწყდებოდა მოთმინების ძაფი თევდორე პაპას. შენა შეყრუჩე ჩავშენა, წიწმატობდა ბებია ეფემია. მაშ ეგრე გახსოვს, დარეჯანი იყო თუ ავთანდილი, კოკას რომ ყური მოსტეხა. დარეჯანი იყო დედაკაცო. დარეჯანი კი არა, ავთანდილი. ის არის ხელმანკიანი, მაშა, ჩემი დარეჯანი. დარეჯანს სულ ცეცხლი გასდის ხელებიდან. დარეჯანი იყო გეუბნები. მაშინ მე და ავთანდილი შენ სულ არ ყოფილვართ. ქულა ანდღელეში ძეთს ავჭრიდით. კიდევ კარგი რომ ღამე მალე მოდიოდა. რბილი, საიდუმლო, ჩურჩულ შრიალით ახსავსე ღამე. იკამათებდნენ და მეწვებოდნენ. გარეთ კი გამოვიდოდნენ ტყიდან ტურები, დაყუნტდებოდნენ ტყისპირა სახლის შორი ახლოს და გააბამდნენ კივილს ონავარი ყმაწვილივით. დაი ერთ დილასაც ჩვეულებრივად გათენდა. გამოდგა თევდორე პაპა დერეფანში. შეხედა ცას და ღრმად შეისუნთქა სისხამი, ცივი ჰაერი. გამოყვა ეფემია ბებია და იმანაც მოსახვევის წორებით და სახეზე ხქელის მოსმით მოავლა თვალი მიდამოს. თევდორე პაპამ საღორე გამოავა. ეფემია ბებიამ კი ქათმები გამოუშვა. ლამაზ-ლამაზი დედლები და ვარები მუცლამდე იფლობოდნენ თოვლში. ჯუ იძახდა ბებია ეფემია და თან ითვლიდა. ეს ქოჩორა, ეს ნაცარა, ეს ყელტიტველა, ეს ხაბუა, ეს ბაჯუნა, ცანცარა. არა, ეს ცანცარა არ არის. ჯუ. ეს ქოჩორა აქ არის, ეს ყელტიტველა, ბაჯუჯა, ნაცარა, ხაბუა, ცანცარა არ არის. ცანცარა. გესმის კაცო, ცანცარა არ არის. მოვიდა თევდორე პაპაც ცალი ხელი მუხზე დაიბჯინა და ცალით თვლა დაიწყო. ეს ნაცარა აქ არის, ეს ბაჯუჯა, ეს ქოჩორა, ღაბუა, ყელტიტველა. მართალია. ცანცარა არ არის. საღამოს აქ არ იყო? აქ იყო, აქ. სულ კალთაში მიფრინდებოდა ჯუ. ეს ქოჩორა, ეს ყელტიტველა, ეს ბაჯუჯა, ცანცარა კი არ არის და არ არის, კაცო. შეიხედა თევდორე პაპამ საკათმეში, გამობრუნდა, შემოურა წნელის კედას და ერიჰა. აქ მოდი ფეფო, ჩქარა აქ მოდი, დახე, რა ნამუშევარი ეთი დახე. საკათმის უკანა კედლის ქვეშ შავი ხვრელი იყო, ახალი ხვრელი. სველი მიწა ჯერაც არ დაეფარა თოვლს, მის მახლობლად კი ბუმბულები ეყარა, საწყალი ცანცარას ბუმბულები. უი დამიდგა თვალი, უი მომიკვდა თავი, უი იცემდა მუხლებზე ხელს ეფემია ბებია და ხანაქედან მოუვლიდა ხვრელს და ხანიქიდან. უყურე იმ წუპაკს, იმ წუწკს, იმ გასატიალებელს. თევდორე პაპა კი ღიმით ძლივს იკავებდა. ძალიან ამუშევარია ბედა ჩემა ღმერთმა. ძალიან უყოჩაღნია იმ ქათიბ დალოცვისა. რებს მიედ მოედები კაცო. ყვალს მაინც მიხევ, იქნებ დააგდო სადმე. ბელია რომ მოტაცებულ ქათაბ დააგდეს, მაშინ ბერად კურთხევაც არ უნდა გაგიკვირდეს მისი. თქვა თევდორე პაპამ და კეფა მოიფხანა, მაგრამ ნაკვალებს მაინც გაჰყვა. რა თქმა უნდა, ბუმბულების მეტი ვერ ანახარა. ხელსარილი დაბრუნდა, ის ხვრელი ამოქოლა, თოვლი ჩამოიბერტყა და მეუღლის დამშვიდებას შეუდგა. კარგი ახლა, თავს ხომ არ გადავაყოლებთ იმ ერთ ქათამსა.
ბები ეფემია კი დიდხანს არ დაწყნარებულა. ერთი თვეც არ არის რაც მოიქცა, ყმაწვილებისთვის ვაგროვებდი კვერცხებს და იმის იმედი მქონდა, ჯიშიანი იყო, ყოველდღეს დებდა, ამოუწყდა სახსენებელი იმის წამღებს, ტყია ჭამოს იმის შეჭმამდე. ის დღე ასე, ამგვარ ლაპარაკში დაღამდა. ის ღამეც მშვიდობიანად გათენდა, მაგრამ მეორე ღამეს ისევ გამოუთხარა მელიამ საქათმეს ძირი და ახლა ბაჯუჯა წაიღო. მერე ბაჯუჯას ყელტიტველა მიაყოლა. აი, მაშინ კი მართლა ცეცხლი მოიკიდა ეფემია ბებიამ. გაღმა უბანში გადიოდა იმისი ვიშვიში. თედორე პაპას რაღა უნდა ექნა, ადგა, სოფელ ქვეყანაში გავიდა და დაიჩიულა. ხალხნო, ჯამაათნო, ერთმა წუპაკმა მელიამ ქათმები გაგვიწყო. გაგვანელა ხელცარიელს გსხამს. რამე მასწავლეთ, რამე მიშველეთო. აღარ თოვდა, მზეს გამოეჭვრიტა და ხალხის სადალაკოს წინ მყუდროში შეგროვილიყო. თედორე პაპამ ეს რო თქვა, ყველა მისკენ მიიწია, ყველა მყურთასმენა გაიმახვილა. გაიგეს რაც აწუხებდა და დაიწყეს ბჭობა და რა დაიწყეს. ერთი ურჩევდა სომბერას მოზრისოდენა ძაღლი წაეყვანა და იქ დაება. მეორე თავის თოფს თავაზობდა, მესამე დარიშხანით მოწამვლის აზრს ედგა, მეოთხე ხაფანგს ამჯობინებდა. ხაფანგს არაფერი ჯობია, თედორე. ხალხო, დამიჯერე ხაფანგს არაფერი ჯობია. ამბობდა ჭანჭლე გიორგი. რაც მე იმით მელიები და ტურები დამიჯერია. შაშაწინ გერიცხო დავიჭირე. სიკო! სიკო! ხო შეითვალ თანახე. ნახე მაშ, როგორღაც უგუნებოდ დაუდასტურა სიკო. ხო, დამიჯერე, თედორე, დამიჯერე. ხაფანგი მაქვს ისეთი, სულ კეცკეთი გაქვს. ახლა ძალასაც არ დაგატან. თუ კი სხვა რამე გირჩევნია, შენიცი და იმ შენმა მელიამ. ბევრი იფიქრა თედორე პაპამ, ბევრი იფხანა კეფა და ბოლოს გადაწყვიტა. მე თოფის თავი არ მაქვს. დარიშხანია და ვაი თუ სხვა რამე მოვწამლო და ხათაბალა გამიხდეს, ისევ ხაფანგი აჯობებს. იო, შვილო, გიორგი, მიშველე რამე, ბარე შენვე მიშველე. მოდი შეგახარებასა. გიშველი, ატომაც არ გიშველი. მიუგო გიორგიმ და ამაყად გადახედა ხალხს. ჩემმა ჯგუამ ხომაჯობა თქვენსასო. მაშინვე წამოვიდნენ და საქმეს შეუდგნენ. სამი ხაფანგი მოამზადეს. ერთი საქათმესთან დაუგეს. მეორე გადამწვეული ღობის ძირში ჩამალეს. მესამე ტყისკენ მიმავალ ბილიკზე გადახიდეს. ნაკვალევი წაშალეს და დაწყებულ საქმეს ძირი დაულოცეს. არაყს სვამდნენ, წყნილს ატანდნენ, დიდ ამბავში იყვნენ. ეფემია ბებია თავსევლებოდა და იმ ორ კბილს წამდა უწუმაჩემდა. ეღიმებოდა. ერთი იმ გასატიალებლის ჯავრი ამომაყრევინეთ და დალიეთ რამდენიც გინდათ, იმდენი დალიეთ რამდენიც გინდათ, კიდევ ამაქვს. თევდორე პაპა ბავშვით გახალისდა. სულ იმას ნატრობდა, ერთი ჩემი ავთანდილი აქ იყოს, რომ თავისი თვალით ნახოს ეს ამბავიო. და რადგან ავთანდილი აქ არ იყო, ცდილობდა ყველაფერი კარგად დაემახსოვრებინა, რომ შემდეგ დაწვრილებით იამბნა. როგორ ნახეს ერთილა საქათმის ძირი გამოთხრილი, როგორ განმეორდა ასე რამდენჯერმე, როგორ დაუგეს იმან და ჭანჭლე გიორგიმ ხაფანგები და ამას წინასწარ უმატებდა. როგორ წაადგა ხაფანგში გაბმულ მელაკუდას და როგორ ამოუნაყა ის წუპაკი ცხვირპირი. დაი კვლავ დაღამდა. მერე კვლავ გათენდა. არა, ჯერ კარგად არ იყო გათენებული, რომ თევდორე პაპა ადგა. თან ჩაიცვა, ყაბალახი მოიხვია ხელში, დიდი ჯოხი დაიჭირა და ხაფანგების დასახედავად წავიდა. მიდის ახალ მოსულ თოვლს მიყვალავს და გული უჩქროლავს, იქნება გაბმული მელია თუ არა. გულის ასაჩქროლებელი თითქოს არაფერია, მაგრამ მაინც ასე მოსდის. მიდის და გული დაგდუგ, 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 დაგდუგ. მივიდა საქათმესთან, არაფერი არ ჩანს ისეთი. გადავიდა ბაღში, არც გადამტროულ ღობესთან არის რამე. გაუყვა ტყისკენ მიმავალ ბილიკს. აქეთ-იქიდან გადმოწვრილი ძეძვის ბუჩქები დაუბარდნავს. სიჩუმეა, სიჩუმე, კვლავ თოვს. გაუყვა და შორიდანვე ხედავს. კამკამა თოვლზე პატარა კუნძივით რაღაც გდია. მიუახლოვდა და ბიჭოს ის კუნძი შეტოკდა და აი გულისცემა აქ უნდა გენახათ. მელია იყო.
თავისი გრძელი კუდით, წვეტიანი ცხვირით და აცქვეტილი ყურებით. ჯერ ასეთ აზრს დაადგა. უნდა გავბრუნდე და ქვეყანა შევყარო, მაგრამ მერე ისევ ახლოს მისვლის სურვილმა დასძლია. ჯოხი შეიმაღლა, მივიდა და თავს დაადგა. დრასტი გამარჯობა. მარჯვენა წინა ფეხით გაბმული მელია ხტოდა, აქეთ-იქით აწყდებოდა. თედორე პაპას წყნარი ხმა რომ მოესმა, ახედა, დაირცხვინა და თავი ჩაღუნა. გაები? ახლა როგორ მოვრიგდეთ? ჰა? შევამხედე კაცო. მაგრამ მელიას აღარ შეუხედავს. მაშინ თევდორე პაპა თვითონ ჩაცუცქდა და თვალებში ჩააშტერდა. რატომ არაფერს არ ამბობ კაცო? რა უყავი ჩვენი ქათმები? მელია ძიგძიგებდა. ერთი ჩემი ავთანდილი აქ უნდა იყოს რომ რასიზამ და ავთანდილი აქ რომ იყოს. ჯოხს გამოართმევდა და თავს გაუხედქავდა ამ საწყალ დატანჯულ შეშინებულ ცხოველს. ამ ბიჭს ისე ძალიან უყვარდა მელიების, ტურების, დათვების და თვით ავიმგლების ამბებიც კი. არ იცოდა თევდორე პაპამ რასიზამ და მისი ავთანდილი. მუხლებმა ვეღარ გაუძლო, თოვლში ჩაჯდა და ჯოხი ფეხებს შუა ჩაიყუდა. ჰა? ძმა კაცო. ცდილობდა რამე სახუმარო ეთქვა, თუნდაც აი ისეთი, როგორიც პირველად თქვა. როგორ მოვრიგდეთო, მაგრამ რაღაცა არ უშვებდა. შეყურებდა მელიას და ისევ ფიქრობდა. რასიზამ და ნეტავ მის ადგილას ავთანდილი, ანდა როგორ მოეწონება რომ მოამბობს. მივედი და დრასტი უთხარი, მერე ავიღე და კეტი დავში თავშიო. რაღაც არ იყო კარგი, ლამაზი, ვაშკაცური ამ ამბავში. არ იყო ის, რაც სიხარულს მოგვრიდა საყვარელ შვილიშვილს. დაუცებ მიხვდა რაც უნდა გაეკეთებინა. შენ ეგ ფეხის მომტრევაც გეყოფა სასჯელად. ქათმებს ვეღარ მიეკარები. ჯოხი გადააგდო, ქურქი გაიხადა, ახალგაზრდული სიმართლით გადააფარა მელიას, თვითონაც ზედ დააწვა, ხაფანგის რკალები გადასწია, მელიას მონეწილი ფეხი ამოუღო და ადგა. ქურქი თოვლზე გაცურდა და ფართხალი დაიწყო. მერე მელიამ თავი დააღწია, გაძვრა, ერთი მოიხედა და ახალი თოვლის კორიანტელში დაიკარგა. თევდორე პაპა კი იდგა და ეღიმებოდა. ერთდროულად რამდენიმე სურათს ხედავდა. ხედავდა ფეხმომტროული მელიას ოჯახს, აფუთფუთებულ აწკმუტუნებულ ლეკვებს, ხედავდა თავის ავთანდილს, მხიარულს, ბედნიერს, კმაყოფილს ამ ამბის ასეთი დასასრულით, ხედავდა თავის მეუღლეს, წუთით გამწყრალს, შემდეგ კი მალე ისევ ხასიათმობრუნებულს. და ის თოვლის ფიფქები, ის სევდიანი მთა, ის შეჭაღარეებული ტყე და ცაში კვამლის საბელით ჩამოკიდებული სახლი ეჩვენებოდა უჩვეულოდ ლამაზად, უჩვეულოდ ბედნიერად და გრძნობდა არასოდეს ასე არ სდომებია სიცოცხლე როგორც ახლა, როცა ყველაფერი ეს თავისი საყვარელი შვილიშვილისთვის უნდა ეამბა.